ახლა მინდა გავესაუბრო ადამიანებს, რომლებიც როგორც პოლიტიკოსები არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მაგრამ მათაც თავისი წვლილი მიუძღვით ვარდების რევოლუციის იმ შედეგი დამთავრებაში, ხოლო უფრო ახალგაზრდა ჩვენი დღევანდელი სტუმარი, როგორც მინიმუმ არის შემსწრე და სწავლობს იმ პერიოდს მათ შორის. დავიწყოთ სტუმრების წარდგენით, ვახო ბაბუნაშვილი, მუსიკოსი, ნუცა ბათიაშვილი, ანთროპოლოგი და მხატვარი გია ბუღაძე. ვახოს მინდა პირველ რიგში არა იმდენად გაიხსენოს ის დღეები, არამედ მნიშვნელობა იმ დღეების, არა მარტო იმ მომენტის, არამედ დღევანდელი საქართველოსთვისაც. ხო, დღეების გახსენება გამიჭირდება ცუდი მეხსიერება მაქვს, მაგრამ საერთო ემოციურ ფონი შემიძლია ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა არ ხდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა ეს დაუმორჩილებლობას დავარქმევ მე შეუპოვარ ბრძოლას სისტემის ცვლილებისთვის რა ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკური პროცესი იმიტომ რომ ჩვენ როგორც სწორად აღნიშნე არ ვიყავით პოლიტიკოსები თუმცა ამ პროცესში ვიყავით ჩართულები იმიტომ რომ გვინდოდა ამ ცვლილების მოხდენა რა იყო ვიცოდით რომ რაღაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო არ შეიძლებოდა ესე გაგრძელებულიყო როგორც ველდებოდა აი შევარდნაძის ის ბოლო პერიოდი რაზეც ჩვენ ახლა საუბრობთ ხო როგორ უნდა მომხდარიყო სიმართლე გითხრათ ჩვენ არ ვიცოდით რა თქმა უნდა მაგრამ აი აქ გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკური ძალების პოლიტიკოსების სწორედ იმიტომ რომ ჩემი ხედვით მე რასაც ვხედავდი ხო ეს იყო მათი ასე ვთქვათ ჩვენი სურვილი ამოქმედეს პოლიტიკოსებმა თავისი აქტიურობით დაგვარწმუნეს ბევრ რაღაცაში ნდობა გაგვიჩინეს ხო ძალიან აქტიური პოლიტიკური ცხოვრება იყო ყველას გვახსოვს ხო ის პერიოდი როგორი იყო მათ შორისაც ჩვენს გარკვეული პოლიტიკური ერთიანობაც არც მაშინ იყო მთელი ოპოზიცია ხო ერთიანობა ერთიანი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ბირთვი პარტიულის და ლიდერების დონეზეც აშკარად შეიკრა ხედვა იყო რომ ერთი ძალა მოწინააღმდეგე აი ეს ხედვა ერთიანობას ვერ დავარქმევ მე კი რაც ხდებოდა მაგრამ ის რომ ერთი მოწინააღმდეგე გყავს და ის მოწინააღმდეგე ძლიერი ამის ხედვა იყო რაც დღეს არ არის სამწუხაროდ ხო დღეს ხო მე რასაც ხედავ კიდე არ არის აღქმული მე მგონია იმიტომ რომ ნუ სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ კიდე არ არის აღქმული ის საშიშროება რაც მართლა ყველა ამ პოლიტიკურ ძალას ვინც არ არის ხელისუფლების მხარეს ემუქრება ელის და უკვე სახეზე ხო ყველა ციხეშია თითქმის ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის ლიდერი. ხო, რაც შეეხება იმ დროს ისევ ხო, ნუ შეგრძნებები მართლა წარმოუდგენელი, ნუ გამარჯვების შეგრძნება მართლა წარმოუდგენელი რამ არის და მე ზუსტად ვიცი რა შეგრძნება ექნება იმ ხალხს, ვინც დღეს ესე შეუპოვრად იბრძვის და აუცილებლად მიაღწევს ამ მიზანს, იმიტომ რომ ლოგიკა ასეთი შეუძლებელია ასეთ შეუპოვრობა არ დასრულდეს შედეგით და აი შეგრძნება ზუსტად ვიცი რა იქნება რა ძალა აქვს თქვენი გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება იმ ხალხისთვის მოსასმენად რომლებსაც 22 წლის წინ ბევრ საერთოდ ეგონა რომ არც ის დასრულდებოდა არასოდეს რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვალა მაგრამ ადამიანის რწმენა გამარჯვების სურვილი არ შეცვლილა და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ იცვლება ხო ეს მუდმივი პროცესია ეს არ არის ერთჯერადი პროცესი ამაზე მოდი ცოტა მოგვიანებით უფრო მეტად ვისაუბროთ ნუცას მინდა ვკითხო აი ამ დიდ ისტორიულ გადმოსახედში რა მასშტაბის მოვლენა იყო თავისთავად ვარდების რევოლუცია არა მარტო პოლიტიკურ კონტექსტში და კიდევ უფრო მეტად არაპოლიტიკურ კონტექსტში რაღაცა სხვანაირი ნარატივი მქონდა მომზადებული როგორც მეხსიერების მკვლევარს და ერთი რაც თქვენ სწორი თქვით დასაწყისში რომ ამ ვარდების რევოლუციის კრიმინალიზება მოხდა დღეს და ერთ-ერთი მგონია რომ რატომაც შესაძლებელი გახდა ეს რომ ქართული ოცნების მხრიდან რომ არსებობდა საზოგადოებრივ აზრშიც რაღაცნაირი მზაობა ამ მოვლენის კრიმინალიზების რაც ტრაგიკული არის ხო იმიტომ რომ ვინც ამის ნაწილი ვიყავით და ვისაც მე აზრი არ შეგვიცვლია ვარდების რევოლუციის რაობაზე სრულიად გადაფასება ხდება მეხსიერებაში ამ მოვლენის. ეხლა მე ლექტორი ვარ და სულ მაქვს სტუდენტებთან შეხება და
ჩემი განცდა სულ უფრო და უფრო მძაფრდება, რომ ჩვენი ახალგაზრდობის მეხსიერება იმის შესახებ, იმისთვის რომ ვარდების რევოლუცია რა ტიპის მოვლენა იყო, აღიქვა და რა მოყვა ამას, ისიც კარგად უნდა იცოდა იქამდე რა იყო და მე რა მოხდა 2003 წლიდან 2012 წლამდე. ეხლა მე რასაც ვაკვირდები ჩვენი ახალგაზრდობის, აი იმ ახალგაზრდობის მათ შორის ვისი პროტესტის იმედადაც დღეს ვართ, ხო? მეხსიერება ჩვენი ბოლო 30 წლის შესახებ, 30 წლის თუ 40 უკვე ისტორიის შესახებ არის დაახლოებით ესეთი, აი რაღაც მონახაზი რო გააკეთა, რომ იყო შავბნელი 90-იანები, მე არა გვიშავდა რა და მოხდა ვარდების რევოლუცია, მერე ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა საშინელებები, ხო არა და მერე მოვიდა ხელისუფლებაში მდიდარი ფილანთროპი, რომელიც აი გუშინ წინდლამდე ქვეყანა დემოკრატიული გზით ევროპისკენ მიყავდა და მერე რაღაცა მოხდა გუშინ წინდლამის, ხო? აი მართლა ესეთი რაღაცნაირი ჩონჩხური არის ეს მეხსიერება და შესაბამისად მნიშვნელობაც იმ 2003-2012 წლის მოვლენებისა. თვითონ 2003 წელს რა მოხდა, მაგის მეხსიერებაც ძალიან ბუნდოვანი არის ჩვენში, ანუ სცენარი როგორ განვითარდა, მათ შორის იმისაც, რომ მაშინ კი იყო პოლიტიკური ერთობა, მაგრამ რევოლუციურ სცენარზე თანხმობა ესეთი აპრიორად არ არსებობდა. რომ ეს მეხსიერება ბუნდოვანი არ იყოს, მაგალითად ჩვენ ახლა ესეთ დაპირისპირებაში არ მოვყვებოდით 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. რევოლუციური სცენარები ყოველთვის სპონტანურ რაღაცა აქტებზე დგას. მაგრამ მე აი ეს მინდა ვთქვა ზუსტად აი ამ როგორც კონტრაპუნქტა იმ მეხსიერებისა, რომელიც ალბათ ქართული ოცნების პროპაგანდის შედეგი არის, აი ამ ბუნდოვანებებით სავსე და არასწორად რიპუნქტუაციით შექმნილი მეხსიერებებით, რომ რა იყო და მერე რა მოხდა 2003 წლიდან მოყოლებული. 2003 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალური მოძრაობა, იზალა ნაციონალური მოძრაობა, ჩვენი ბიუჯეტი ქაღალდზე იყო 700 მილიონი ლარი. ქაღალდზე, ოღონდ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხაზინაში არ იყო 10,000 ლარიც კი. ელექტროენერგია ჩვენ ქვეყანაში საშუალოდ 2-დან 6 საათამდე მიეწოდებოდა ქვეყნის მასშტაბით. მე მგონი პეტრეცისკარიშვილმაც ილაპარაკა ამებზე, მაგრამ ამ პირობებში ესე იგი არსებობდა უდიდესი ელექტრომაფია, რომელიც ექსპორტს ეწეოდა ელექტროენერგიის იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის მიეწოდებინათ. ეს ამ მაფიოზური კლანების ნაწილი იყო ის ხალხი, მერე ვინც სააკაშვილს უკრიტიკებდა სამართლიანობას და ღირსების დაბრუნებას თხოვდა და რაღაცა უსამართლო სისტემაში ადანაშაულებდა. ჩვენი ეკონომიკის 70% შედგებოდა შავი ეკონომიკისგან და ის კლანები, რომელიც აკონტროლებდნენ ამ შავ ეკონომიკას, ანუ ვისაც კანონიერ ქურდებათ მოვიხსენიებთ, ხო, ეს იყო დიდი პოსტსაბჭოთა და საბჭოთა ტრანსნაციონალური ქსელის ნაწილი, რომელიც ყოველთვის იყო რუსეთის დასაყრდენი ქვეყნის შიგნიდან დესტაბილიზაციისთვის. და აი რასაც თქვენ პატრემ უწოდა, მე მგონი, ხო, 2012 წელს კონტრრევოლუცია. არა მგონია განსხვავებული ხო, არა, ამიტომ არის კონტრრევოლუცია, რომ კი იქ იყო შეიძლება ხალხი, ვინც რაღაცა ივანიშვილის დაპირებებით ან ამ იდეით, რომ დემოკრატიიდან გადავუხვიეთ, გაბითურდა, მაგრამ ეს იყო კონტრრევოლუცია ამ მაფიოზური კლანების. ამ შავი სამყაროს ჩაქვესკნელებაში უდიდესი წვლილი მაგალითად მიუძღვის ბაჩო ახალაიას და ჩემი აზრით ამის გამო დაისაჯა ის პირველ რიგში, ამიტომ არის მთავარბუად გამოცხადებული და მაგალითად აი განათლებაზე მე მგონი პეტრემაც ილაპარაკა, მაგრამ აი ჩვენი ახალგაზრდებისთვის წარმოსადგენი რო იყოს, რას ნიშნავდა, რომ 2003 წელს ჩვენ ქვეყანაში არსებობდა 178 უნივერსიტეტი. როგორც კი აკრედიტაციის სისტემა შემოიღეს, აქედან 78-ზე მეტმა ვერ დააკმაყოფილა ელემენტარული სტანდარტი აკრედიტაციის. ამ უნივერსიტეტშიც კი რომ მოხვედრილიყავი, უნდა რეგულარულად წოდებული პატრონიანი ყოფილიყავი, ხო? პატრონიანი ნიშნავდა, რომ შეუნა შეგძლებოდა, რომ ქრთამი გადაგეხადა როინ მეტრეველისთვის, რომელიც ახლა აკადემიის
მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელი არის, ხო? ან მის სიაში უნდა ყოფილიყავი, სხვანაირად ვერ მოხდებოდი ვერანაირად. ეს ანუ ფუნდამენტურად ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობდა შანსი სოციალური მობილობის, იმიტომ რომ დღეს რომ მაგალითად უნივერსიტეტები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, რომ ვის მეტი დასაქმების მაჩვენებელი აქვს, 2003 წელს არ არსებობდა უნივერსიტეტი, რომელიც თქვენ დასაქმებას დაგპირდებოდა. ანუ სრული სიგიჟე იყო, რომ ეთქვა, რომ თქვენ დასაქმდებით აქედან მაგაზე არ იყო ლაპარაკი. ეს ყო რაღაცა ქაღალდი, რომელიც რაღაცისთვის გედო სახლში როგორი კარგი განათლებაც არ უნდა მიიღო და მე მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, მეც კი რომ ამბობდი, რომ საზღვარგარეთ მინდა რომ დავამთავრებ წავიდე, ჩემი კურსელები მიყურებდნენ როგორც გიშს და მე დიდი ხანი ვიღაცებს ეჯერათ, რომ ჩამიწყოდე და ჩემან რომ ამერიკაში მოუხვედრილიყავი სადოქტორო პროგრამაზე, ხო? ეს რაც მაშინ რა რეფორმებიც გატარდა და ფუნდამენტურად რა სისტემა, ანუ კორუფციაზე ხა ყველა ლაპარაკობს ხოლმე, მაგრამ მაგალითად საჯარო სამსახურში მუშაობა რო დაგეწყო, რაღაც ეგრეთ წოდებული სტავკა იყო $25,000 უნდა გადაგეხადა და იმ საჯარო სამსახურშიც იმისთვის ხვდებოდი მერე რომ რაღაცა ის რა ქვია, აი ამ მაფიების და ქურდულ სამყაროს ბლატები და კავშირები ქონოდა, ხო? სხვა იყო საპასპორტო იქნებოდა. ისე რაღაცა კორუფციით გეშოვა ასე თუ ისე ფული და ხო ან გეთამაშა ჭანჭიკის როლი, რომელიც ფულს აკეთებინებს ვიღაცებს. ნუ ეს როგორ შეიცვალა რაღაცნაირად სხეულებრივადაც ვიცით ახლა ადამიანებმა, იმიტომ რომ ესეთი სისტემაში მე აღარ ვიცხოვრეთ, მაგრამ ამ ცვლილებების გამო იყო მე რაც საერთაშორისო რეიტინგების თვალსაზრისით მოხდა ჩვენ ქვეყანაში, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობის მაჩვენებლით ჩვენ რაღაცა 130-125 ადგილიდან 51 ადგილზე გადავინაცვლეთ. მსოფლიო ბანკის ინდექსით 10-ში ვიყავით. ადამიანის განვითარების ინდექსით დაბალ განვითარებიდან აი ამ შუალედში მოხვდით მაღალ განვითარებულ ქვეყნებში და ამან დააყენა ეს რაღაცნაირი ეს იყო ყველა პირობა, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, რის გამოც გვეკუთვნოდა მაპი და მე მაპის მოცემა არ მოცემას რაც მოყვა ყველამ ვიცით, მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა, რაც იყო ვარდების რევოლუციის და მის ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი ორნაირად შეიძლება ითქვა. ერთი რომ ის რომ ჩვენ სამყაროს გეოპოლიტიკური პროგრამის ცენტრში მოვექეცით. ეს კი არ იყო თავისთავადი პროცესი, ხო? იმიტომ რომ პროგრესისგან ადამიანების ხანდახან ბუნებრივი რაღაც არის, რომ ეგრე ვართ მოწყობილი, რომ გონია რომ რაღაცა უკეთესობისკენ რო იცვლება, ის თავისთავად ხდება. დასავლეთისთვისაც და საჭირო გახდა რაღაცნაირი იძულება ან გადადრეკვა, რაშიც ის ხელისუფლება ხარჯავდა უდიდეს ძალისხმევას და შრომას, რომ ამ გეოპოლიტიკური პროგრამის ეპიცენტრში მოხვედრილიყო საქართველო და ამის გამო იყო, რომ ჩვენ გვეძახდნენ რეგიონის ლიდერს, დემოკრატიის ლაბორატორიას, ეს ჩემი ტერმინები არ არის, რასაც მაშინ იყენებდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, top rater to top improver ერქვა ასევე ჩვენ ქვეყანას და ეს იყო უპრეცედენტო იმ მაჩვენებლებით, რომლითაც ჩვენ ვითარდებოდით, ხო? ეხლა და მეორე რაც ამან შექმნა, რაც არის ვარდების რევოლუციის მონაპოვარი, ეს იყო უფრო რაღაცა სხვა ენაში რო ვთქვათ, ეროვნული იდეის თვალსაზრისით, ხო, ეს ხო კარგი ცხოვრების დაპირება. დაპირება არის არა უბრალოდ რიტორიკა, რომ თქვენ გპირდებით სიტყვით რაღაცა და კარგი ცხოვრების დაპირება არის კონკრეტული პოლიტიკური რეჟიმი, პროგრამა ან სისტემა, რომელიც ადამიანს სხვა ტიპის მოქალაქედ, სხვა ტიპის ეგზისტენციურ არსებად აქცევს და მისთვის მომავალი სულ სხვა რამეებს ნიშნავს, სულ სხვანაირ ინვესტიციებს აკეთებს ამ მომავალში და სხვანაირი ეთოსით თუ პათოსით მოძრაობს და რა ვიცი თუ დროს მომცემთ თუ გინდათ გეყვით ახლა აი რადიკალურად ამისგან განსხვავებით სად ვარ თუ გინდათ მეორე მოვასწროთ ამიტომ ბატონ გიას მინდა მივცე საშუალება და დევერთხელ მოგიბრუნდებით ბატონ გია ვისაუბროთ არა მარტო პოლიტიკურ გარღვევაზე, არამედ რა მოიტანა ამან მენტალობის თვალსაზრისით, სამყაროს აღქმის, ამ სამყაროში საკუთარი როლის თვალსაზრისით. ეხლა აქ ისეთი ადამიანები ბრძანდებით, რომ კარგად გესმით, არც ერთ ხელისუფლების პირობებში
იდეალური სახელმწიფო მოწყობის და მით უმეტეს ამ წესების აღსრულების პრაქტიკა არ ხდება მსოფლიოში, ასეთი რამე არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი შედარებითი არის. შეცდომებიც ბევრი იყო ამ სისტემის დანერგვას, ფუნქციონირებას, საკადრო დონეზე დაშვებულ შეცდომებს თუ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების სიმცირეს მოყვა ის მათ შორის რა სიტუაციაში ახლა აღმოჩნდით გარკვეული გაგები, თუმცა აქ უფრო დიდი გეოპოლიტიკური პროცესებიც ახდენენ გავლენას, უბრალოდ მედეგობის თვალსაზრისით შეიძლება და უფრო მეტ წინააღმდეგობის გაწევის უნარი ქონოდა, მაგრამ თქვენთვის მაინც რა გარღვევა იყო ეს ვარდების რევოლუციის სახით? მოგესალმებით გილოცავთ გიორგობას და ულოცავ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, იმიტომ რომ ამ კაცის გაკეთებულია ეს სახელმწიფო ქვია და რეალურად არც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ, ამ ადამიანთან არის ყველაფერი დაკავშირებული. კი ბატონო, იქ იყო სამი შესანიშნავი ადამიანი, ზურაბ ჟვანია საერთოდ ჩემი უმცროსი მეგობარი იყო და ძალიან დიდი სიმპათია მქონდა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი იყო ძირითადად მთავარი ნიშანი და მთავარი მატარებელი ამ idეისა. საერთოდ ზელენსკიმ ამას ძალიან საინტერესო თქვა, არა, ომი რომ დაიწყო თქვა ასეთ რაღაცა. ჩვენ განგებამ აგვირჩია. ასეთი ძალიან საინტერესო ფრაზა. რჩეული ერის, რჩეული ადამიანის იდეა გაჩნდა რა, წარმოგიდგენთ, მას შეგნება ჰქონდა და შეგრძნება აქვს იმისა, რომ იგი რჩეული ერის, რჩეული ამ შემთხვევაში ლიდერია. რჩეულობა არ არის რა თქმა უნდა მოიხსენებათ პოლიტიკური ცნება პირდაპირ გაგებით, ეს უფრო მეტაფიზიკურია და რელიგიურია, მაგრამ ფაქტია რომ აქ ეს არის. მიხეილ სააკაშვილის და ის ტრიუმვირატი ხო, რა თქმა უნდა, ეს რჩეულობა იყო, რჩეულობის გამოხატულება იყო და მზაობა ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოების, რომელსაც მართლა ყელში ამოვიდა, პრობლემა იყო რა თქმა უნდა და აქ უნდა მომხდარიყო ეს. აქ ძალიან საინტერესო ერთიანობის იდეა, სხვა შორის იონი პეტრეს აქვს ასეთი არაჩვეულებრივი ფრაზა, ერთი სხვაი, ერთიანი სხვაი. რაღაც ესეთი უცნობი, ესე იგი ერთი სხვა, ნუ ერთი შეიძლება სხვა იყოს, სამივე სხვა და სხვა იყო, მაგრამ რეალურად ერთი იყო, ხო? იმიტომ რეალურად იდეა იყო. იდეის გარეშე ქვეყანა და მით უმეტეს პატარა ქვეყანა, მცირერიცხოვანი ქვეყანა, პატარა ჩვენ არა ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცას იდეას შევწყვეტ და რაც თავარი აღმოვჩით, საჭიროა აღმოვჩით სამყაროსთვის, კაცობრიობისთვის, თქვენ ახსენეთ კიდევ მაგასთან დაკავშირებით ჩვენ დაგვინახეს. აბა ეხლა გაიხსენეთ საქართველოს ისტორიაში, როდის ჩამოსულა სამყაროს ლიდერი ქვეყნის, ამ შემთხვევაში მსოფლიო ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში. ასე იგი, რამდენადაც მახსოვს და კარგად მახსოვს საქართველოს ისტორიაში, ეს რამე არ ყოფილა. პირიქით ჩვენები მიდიოდნენ იქ ფერსმანქველი საერთოდ ჩავიდა იმას იქ რომში და იჯერიტა ხო აქ ხოლოდ პომპეუსი იყო და ისიც ხიდი გაგვიკეთა და კიდე მადლობა მას რომ ასეთი რაღაცა მოხდა მაგრამ გაიხსენეთ მართლაც ვიყავით დემოკრატიის შუქურა და მართლაც რეფორმის შუქურა რეფორმის ძალა ჩვენთან იყო და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ ერთი რაღაცა რომელიც აქ ითქვა ნაწილობრივ ამ ეკას მინდა ეს თემა გავშალო სიმართლის თქმა და მახსოვრობა სიმართლე და მახსოვრობა ჩვენ ეგ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდებთან ურთიერთობაში მე ვხედავ ზუსტად ასეა რომ არიციან ვერ წარმოუდგენიათ რა ხდებოდა ვერაფრით ვერ წარმოუდგენიათ რომ თქვა აქ არ იყო შუქი არ იყო წყალი არ იყო გაზი არ იყო გათბობა არაფერი არ იყო პენსია იყო რა ვიცი რამდენი 14 ლარი იყო ხო ფაქტობრივად არ ყოფილა პურის რიგში ვიდექით ნავთის რიგში ვიდექით ხო ფაქტიურად რომ სახში მიგვეტანა და ბავშვები გამოგვეკება და გაყიდულიყვნენ ხო არანაირი პერსპექტივა არ იყო ეს იყო შევადაძე სამყარო ხო გასაგებია რომ ის მაინც იმ მომენტში მაინც მე პირად ახალგაზრდა ვიყავი შეიძლება ამას დავაბრალო მაგრამ რაღაცის იმედი მაინც გქონდა და ეხლა დღეს რაც ხდება ეს კონტრრევოლუცია რომ ეს შენად ახსენე გიორგი რა თქმა უნდა ეს კონტრრევოლუცია 100% არის აქ კიდე უარესობა იმიტომ ჩვენ ხო ვნახეთ რომ შეგვიძლია სახელმწიფო ბაზრობა მქონდეს სახელმწიფო შევქმნათ რუსებს ხო ეგუნდათ რომ ჩვენ მხოლოდ ბომბივანი ხალხი ვართ მხოლოდ KP კარტობა ცეკვა თამაში და მეტი არაფერი ხო და აღმოჩნდა რომ სახელმწიფოს გაკეთება შეგვიძლია იმიტომ სხვა რაღაცა სხვა ცნება სახელმწიფო და ერი ჩვენ მას უნდა შევთანხმდეთ. ერი ეს არის მახსოვრობაზე ორიენტირებული, საერთო წარსული გვაქვს მას სახელმწიფო მომავალზე ორიენტირებული ცნებაა და სისტემაა ხომ ასეა. ჩვენ ლითი ვაშენებთ ამას. როგორ ვქნით ჩვენ სახელმწიფო რა გეგმა გვაქვს. ჩვენი გეგმა მაშინ იყო ყოფილიყავით დემოკრატიის ფლაგმანი პირდაპირ გაგებით ამ რეგიონში და დაგვინახეს კიდევაც. თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ საქართველოს განვითარების ამ ეტაპს. გაიხსენეთ რომ არ იყო თქვა ისეთი სიტუაცია რომ აბა ყველაფერი თქვა დადგმული არ არის რა მართა მასონების და დიპცენტის მოწყობილი არ იყო აქ ჩვენი ძალა ჩვენი ძალის სხვა მონაწილეობა და
იმიტომ რეალურად ეს მართლაც ფაქტია ასე. ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, აუცილებელია ხაზგასასმელია მახსოვრობა, სწორი მახსოვრობა და ყველაფერი თავის ადგილზე და დროზე მიტანა ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდებისთვის, უნდა გავახსენოთ საზოგადოებას. იმიტომ რომ თუ სიმართლეს არ ამბობ და სიმართლეს მალავ და ჩქმალავ და აი გამოდის ღალატის კომისია, იქ რაღაცა სიგიჟებს ლაპარაკობს და აცხადებს, რომ თურმე საქართველოს ომის დამწყები და ამ დროს ლიდერები ყავთ, ისეთი რომელთაც მაგალითად ფოტოებს იღებდნენ ქართველი დაღუპულების განადგურებული ახალგაზრდები და აგზავნიდნენ როგორც ქართველების მიერ მოკლული ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ნაციის წარმომადგენლები. ბევრი ტყვილი, იმიტომ ტყვილზე დგას კოცობა. ტყვილია ყველაფერი, ტყვილზე რადგან დგას საქართველოს მომავალი არ იქნება, მაგრამ მე მაინც ერთი რაღაცის იმედი მაქვს, აი ხაზგასმით ვამბობ. ერთიანობა. ოღონდ ერთიანობა არა პირდაპირ, აი თქვა შენი ინდივიდუალობა დაკარგა. აი იგივე სხვაი რომ ახსენე ხა პეტრე, იგივე სხვა შენ სხვა ხარ, მაგრამ ამავე დროს იგივესთან გაქვს კავშირი და სწორედ ამ კუთხით ძალიან საინტერესო მომენტია, რომ აი გაფართოების სისტემაზე რომ მიდის მუშაობა. მართლაც ახალგაზრდები დღესაც საკეთებენ და რუსთავზე მართლაც ხდება საქართველოს მეტი. მართლაც ასია, მით უმეტეს როდესაც კრეატიული ელემენტი ჩაერთო. ქართველი საერთოდ კრეატიული ნატურაა, ხო, აღიაროთ, რომ ეს ასეთია, საერთოდ ადამიანში არსებობს შემოქმედებითი მომენტი, აგერ ვახოზის, აგერ მუსიკოსი, ვის მუსიკოსი, მეც ვქონდა რაღაცა გარკვეული მაშინ ახლა შინაგანი ხილვები თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ეს ყველაფერი კრეატიულია. დღეს აი მაგას სულ ფიქრობ, რა შეიძლება ახალი მოიგონოს იქ ადამიანმა. თან ამდენად ვიცი რომ სპონტანურად ხდება ყველაფერი. სპონტანური პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა შორის პლატონი თავის მენონში აღწერს ძალიან საინტერესო მომენტს, რა შეიძლება და რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. და მოყავს ასეთი არაჩვეულებრივი მაგალითი, აი პერიკლესი, რომელიც იყო ასეთი არაჩვეულებრივი კაცი, ხო? არაჩვეულებრივი პოლიტიკოსი, ნუ 17 წელზე მეტი იყო სტრატეგოსი, მთავარი კაცი და ორი დებილი შვილი გაზარდა. ჭიდაობის მეტი არაფერი არ იცოდა. რატო? შვილებთან დაეზარა სწავლება, თუ რაღაცა ვერა უღალხო თუ რა მოხდა. დავარქვათ გონება შეზღუდული. ხო, პირდაპირ გაგებით, მაგრამ აი აღმოჩნდა რა, რომ თვითონ სოკრატე ამბობს, პლატონის სიტყვას ამბობს, სოკრატე ამბობს, რომ ამისთვის უნდა ქონდეს მომენტის განცდა და ინტელექტუალური მზაობა. იქ სიტყვა ინტელექტი არ წერია, გონებითი მზაობა. აი სწორედ ამ შემთხვევაში დიდბოდი დავამთავრებ ამ რას. აი გონებითი მზაობის მომენტია, მე ვხედავ რაც ხდება იქ. და კიდევ არ შემილია არ მივესალმო იმ მოშიმშილი ადამიანებს. მე ტიპის ყოველდღე მივდივარ და ველაპარაკები მათ. ეს გამოგნება 28 დღე იწყება. უბრალოდ გაიცნობიერეთ რა თავდადებასთან გვაქვს საქმე. ადამიანების ხედან 3 კამი მიუტანეს ხო თავიდან და 8 არიან ამ დროს. და რიგრიგობით დაჯეკითო. სადისტები არიან პირდაპირ გაგებით. აღარ ვლაპარაკობ სხვა რაღაცაზე. ესე ფაქტიურად მუშაობენ შეშინებაზე, დაშინებაზე, სიდუღჭირეზე და შეეხო კიდევაც განათლებას. მე თვითონ მართლა სიცხელი მაქვს ჩანთრეული განათლების სისტემის აწყობაზე, მით უმეტეს სახელოვნებო უმაღლეს აწყობებდა მიმართებაში. ეს ყველაზე რთული იყო. ეხლა როცა ქიმიის მიმართულება ხარ ან ფიზიკის იქ დადგენილი ნორმებია. მაგრამ ხელოვნებაში როგორ გინდა, ხო? და უნდა გითხრათ, რომ ვიყავით ლიდერები, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მე მთელი გერმანია შემოვიარე სამხატვრო აკადემიი და კონსერვატორები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მიგნებები იყო მათთვის მისაღები და სხვა გაუზიარე კიდევაც. ასე რომ ჩვენ ვიყავით ლიდერი და ვიქნებით ლიდერი. აი, ჩემი ბოლო კითხვა უკავშირდება იმას, არათუ ლიდერები როგორ გავხდეთ კვლავ, როგორ დავებრუნოთ, არა მარტო რეგიონალური მასშტაბით, მხედველობაში არ მაქვს მხოლოდ სამხრეთ კავკასია, არამედ ის რა ამბიცია და პრეტენზიაც გქონდა, ანუ აზიის დემოკრატიის ლიდერები ყოფილიყავით კი არა, არამედ მართლაც აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანა. რა გაძლევთ საფუძველს ოპტიმიზმის ვარდების რევოლუციის მონაპოვრებიდან გამომდინარეც, რა რესურსებმა შეიძლება იმუშაოს, რომელიც აი ამ ძალიან რთულ, აი ჰიბრიდული მასშტაბური შემოტევის პირობებში, როდესაც თავად რეჟიმი, ხელისუფლება არის ინსტრუმენტი ადგილზე, რუსუდული ჰიბრიდული ომის, რომ ქართველი ერი, საზოგადოება სახელმწიფოებრივად შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას და ამ ისტორიული დიდი გამოწვევის გადალახვას. ახლა თქვენი დავიწყოთ. ხო, რთული კითხვაა ჩემთვის, მაგრამ შევეცდები გიპასუხო. მე აკორდებით ეგეთ პასუხს რაკოცა. მე მგონია რომ პრეცედენტი იმისა, რაც მოიტანა ვარდების რევოლუციამ, უკვე არის ძალიან დიდი მაგალითი, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. თვითონ რევოლუცია თავისთავად ის რო იყო მშვიდობიანი, ის რო იყო ესეც შეუპოვარი და შედეგიანი, თვითონ ვარდების რევოლუციამ რა ცვლილებები მოიტანა ქვეყანაში, ამის მაგალითიც უკვე გაძლევს ძალას. როგორ შეიცვალა ქვეყანა, ჩვენ ყველა ამაზე ვლაპარაკობდით, ხო?
წინა საუბარში. რა იყო და რა მივიღეთ? დღემდე ის მონაპოვარი მოგორავს აქამდე ბევრ რაღაცაში, ხო? აი, რა ვიცი, იუსტიციის სახლს რო შეხედო, ხო? სახურავი კი აქვს შელახული, მაგრამ ხო გახსოვთ საბუთს როგორ ვიღებდით, ყველას გვახსოვს საბუთს როგორ ვიღებდით, რა ადგილებში დავდიოდით, სადღაც სარდაფებში, ლობიოს რო ხარშავდნენ დეიდები და იქვე უნდა მიგეცაერთ რამდენიმე მანე თითულარი, მეორე ოთახში გადა არა იმანი იქ. აი, ხო გახსოვთ ეს ამბავი? ეს იქცა იუსტიციის სახლად, გახსოვთ პოლიცია, პატრულად იქცა, გახსოვთ განათლების სისტემა, რად იქცა, ხო? და ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო მიიღო სახე. შეიცვალა, კი არა, რადიკალურად შეიცვალა. აშენდა სახელმწიფო. ეს მაგალითი პასუხი მინდა გამომთავროთ ჩემი. ეს მაგალითი უკვე გვაძლევს ძალას, მე პირადად მაძლევს ძალას, რომ ეს შესაძლებელია. შესაძლებელია ჩვენ ეს ქვეყანა გავხადოთ კარგ, შვიდ, განვითარებულ, რა ვიცი, მოსიყვარული ხალხის ქვეყანად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ასეთია, ამ ქვეყნისგან მართლა შეიძლება ისეთი პატარა, მართლა ისეთი ხალხი ცხოვრობს, რა ვიცი, ყველას გვიმოგზაურია, ეს არ არის ემოციური შეფასება, ხო? მაგრამ ყველას გვიმოგზაურია, მე ყვებოდი შემოსვლამდე, ეთერში შემოსვლამდე რაღაც 2 წელიწადნახევარი დიდი ექსპედიციები ჰქონდათ, სპონტანურად შევდიოდეთ ოჯახებში, რაღაც კვლევას ვატარებდით კულინარიულს და სპონტანურად შევდიოდით ოჯახებში, ეს ვაკაკუნებდით უბრალოდ, აი დავინახავდით კვამლი, სადაც ამოდი სარეცხია გამოფენილი. 300-ზე მეტ ოჯახში ვიყავით. ეს ხალხი უნიკალური ხალხია მართლა. იმიტომ რომ ეს არის აი პირდაპირ სიკეთეს აბსოლუტურად უცნობ ადამიანს უღებენ კარს, თავიდან ესე გიყურებს და აი რაღაც 15 წუთი ჭირდება და საძინებელში მიყევხარ და ბების ძველ იმას გაჩვენებს. აი მოკლედ ამით იმის თქმა მინდა რომ ხალხი თავისთავად ამ ხალხის ბუნება მაძლევს მე იმ ოპტიმიზმს რაც ვკითხე, ის გამოცდილება და ის შედეგები რაც ჩვენ ნახეთ ყველა მცოცხლები ვართ, ხო, ჩვენ გავიარეთ ეს, ხო? თან ბევრი მონაწილე იყო ამის ცვლილების, ამ ცვლილებებს, ხო? ის შეუპოვრობა რაც დღეს არის რუსთაველზე, იმიტომ რომ ეს არის თავარი ძალა, ეს არის მაგალითი, ეს არის თავარი ხმა დღეს საქართველოში, ხო? იქ რაც ისმის. ორივე მხრიდან სხვათა შორის. ჩვენი მხრიდან, ასე ვთქვათ, ვინც ამ იმაშია, შეუპოვარ დაუმორჩილებლობაში და მეორე მხრიდანაც რა ხმები მოდის, ხო? ჩემთვის ეს ხმებით აღვიქვავ რაღაცნაირად ამას. ესენი მაძლევს მე ამის ეს პროცესი ცოცხალია რა, ანუ წინააღმდეგი პროცესი ხდება, ეს კი. ხო, რა ვიცი, აი მართლა ამის თქმა მინდა ბოლოს ეს ის პროცესია შვიდობისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი მყისიერი პროცესი, ჩემ თავს ამას ვეუბნებ, ეს არ არის რაღაც მატჩი, რომელიც გაიმარჯვებ და რაღაცას მიიღებ და მორჩა ამით მერე მიდიხარ. ამას სულ გამოდმედი პროცესია, მოიპოვებ, დაცვა უნდა, დაკარგავ ისე უნდა მოიპოვო და სულ აი ამაში ხარ რა. ნუცა, თქვენ ჯერი. ხო, მეც ანუ ვახოს დავეთან, ჩემთვისაც ამ ხალხის ბუნება არის, მე ხეთან როგორც ანთროპოლოგი ვამბობ მაგას, ხო, ძალიან ბევრს დავდივარ ამ ქვეყანაში და მართლა ამ ხალხის ბუნება არის, როგორც კი გავდივარ თბილისიდან ხოლმე და მოვწყდები ჩემ იმას, რასაც ვხედავ ესე სახლებში შევდივართ ჩვენც ანთროპოლოგები, ეგ მაძლევს ოპტიმიზმის საშუალებას, მაგრამ მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ უფრო რაღაცა გლობალურ კონტექსტში რო არ თქვათ ის რაღაც ფუნდამენტური სხვაობა რომელიც ეხლანდელ გლობალურ კონტექსტსა და მაშინდელ შორის არსებობს. ხო, მაშინ ესეთი მომენტუმი იყო, რომ დასავლეთის გადმოსახედიდან ცივი ომი დამთავრებული იყო, რუსეთს წესით მათი წარმოდგენა, ილუზია რუსეთის შესახებ ესეთი იყო, რომ ესეც რა ჩვეულებრივი ქვეყანა ალბათ თვითონაც უნდა რომ განვითარდეს და რადგან ცივი ომი დამთავრებულია, თუ მისი გავლენის სფეროს ასე ვთქვათ ქვეყნები დემოკრატიულები და კარგები გახდებიან, რუსეთს ამასთან რატო უნდა კონდეს პრობლემა, ხო? ნუ რაღაც ესეთი შეხედულება იყო, მაგრამ სულ რაც გამორჩენილია ხოლმე რუსეთის გაგებიდან, არის რომ რუსეთისთვის არასდროს რუსეთის ნუტრო ეგრეთ წოდებული თვითონ არის ის, რომ ის ვერ იარსებებს ერთი ომის წარმოების და კრიმინალის წარმოების გარეშე. ამიტომ მას
გავლენისთვის, ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ გეოპოლიტიკური არჩევანი როგორი გვაქვს დასავლეთი თუ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობები, ეს არ არის გარე პოლიტიკის ნაწილი, იმიტომ რომ რუსეთთან ალიანსი ნიშნავს, რომ შენი შიგნეულობა ისეთივე უნდა იყოს იმისთვის, რომ მან ოპერირება მოახდინოს. სისტემური თავსებადობა უნდა. ხო, რომ შავ ეკონომიკაზე, კრიმინალზე, შავ ფულზე დაფუძნებული და აი ამ ყველაფრის გამორიცხვით, რაც აქ აღიწერა, ხო, აწერა, ხო? ნულოვანი თანაგრძნობა. მაგრამ მაშინ ეს მომენტი იყო, დასავლეთი იყო მზაში, რაღაცნაირი მზაობა არსებობდა, რომ თუ ჩვენნაირი ქვეყანა აი ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა, თქვენ მიგიღებთ, ჩვენც მაქვე ვიქნებით. დღეს ესეთი მომენტი სამწუხაროდ ჩემი გადმოსახვა არ ვიცი. ზოგადად, იმიტომ რომ უკრაინის ომის გამო, იმიტომ რომ გააზრება დაბრუნდა ამის, რომ არანაირი ცივი ომი არ დამთავრებულა კი არა და ცხელი ომი გვაქვს, რომ რუსეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელიც რაღაც გადაკეთდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ და თავის გავლენის სფეროებს გაეშვება და ჩვენ გამოვტოვეთ მომენტი, როცა ჩვენ შეიძლება ეკონომიკური როგორც ტრანზიტული ქვეყანას როლი გქონდეს, ხო? ამ კონტექსტში და ძალიან კონტროვერსიულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ რასაც ქოცების თავაზობენ ჩვენ ქვეყანას, უფრო ლოგიკური ჩანს ბევრი ადამიანისთვის, ანუ კონკრეტულ სცენარს ეუბნებიან იმისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. და თუ ამ ქვეყანაში ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და ქვეყანა ამ გასაჭირიდან გამოიყვანოს, რაღაცა ის რა ქვია, მესამე სააკაშვილის დაბულინგების და მშვიდობიან არჩევნების მერე რას იზავენ მაგაზე ლაპარაკის ნაცვლად, იქნებ ეს სცენარი დასახონ აი ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში რა ადგილი შეიძლება ეკავოს ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ეხა მაგალითად აი გეხოწევით აი ამ მაგალითად მოვყვები რა შალვა პაპუაშვილის ციტატას ახსეპირად არ მახსოვს ცხადია, მაგრამ თელავში იყო ამასწინათ ერეკლეობას ულოცავდა ხალხს და იქ რასაც ამბობს ძალიან კარგად ჩანს მისი ეს მათი პოლიტიკური პროგრამა. და რა კონტრასტია იმასა და ამას შორის, რაც ვარდების რევოლუციამ მოიტანა, ხო? ანუ ერეკლეობას გიოდა, ესო დიდი ბრძენი კაცი იყო, მაშინაც ესეთი მომენტი იყო, რომ დაქუცმაცებული, დანაწევრებული ქვეყანა ჩაიბარაო, იმპერიების ზენიტი იყო მაშინო. და სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. ხო, ანუ პირდაპირ ალგორითმს ეუბნება. ქვეყანა გააერთიანა. მე ცოტა უკან წაიღო მაგაზე, არ მკლავერ გააერთიანაო, მაგრამ მაგაში არის საქმე. ხო, ანუ ანალოგიას როგორ საკეთებს, რომ ჩვენც ჩავიბარეთ გაღატაკებული, დაქუცმაცებული ქვეყანა, რაც სწარი ანალოგია, მაგრამ მეორე რასაც ამბობს რაღაც თვალსაზრისით სწორი ანალოგია, ხო, ის ამბობს, რომ იმპერიების ზენიტი, ანუ სხვა გზა არ აქვს. ეხლაც რაღაცნაირი ეგეთი აღრეული გეოპოლიტიკური ვითარება, რომ ჩვენ არ ვიცით, რანაირი ადგილი შეიძლება ეკავოს ჩვენნაირ ქვეყანას, მით უმეტეს იმ კონტექსტს გათვალისწინებთ, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ხო, სომხეთსა და აზერბაიჯანს და თურქეთს შორის, ხო? და პირდაპირ, ანუ არ არის საჭირო თქვას, რომ რუსეთმა უნდა ანექსია მოახდინოს ჩვენი გამზადებული დევს იმაში, რასაც იქ ამბობს. და რაღაც თვალსაზრისით თუ ესე გაიაზრებ, ხო და ჩვენ არ აყავს შტერი ნაივური ამომრჩეველი. ანუ ის ხალხიც კი, ვინც ძალიან პრიმიტიულად ლაპარაკობს ხანდახან პოლიტიკაზე და პასუხებს წემს, მათაც ესმით ეს, იმიტომ რომ განსაცდელ გამოვლილ ხალხს სხვანაირი მგრძნობელობა აქვს პოლიტიკური პროექტისადმი და პოლიტიკური მიზნებისადმი. ამ ხალხსაც ესმის, რომ ეს რაღაცა ნაივური დაპირება, რომ დასავლეთი თვითგანწირვის საფასურად გადაგვარჩენს, ცრუ დაპირება არის. და ჩვენ უნდა ავხსნათ მაშინ რანაირი და ანუ რას გულისხმობთ იმაში, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ გვინდა რომ დასავლეთი ვიყოთ. და პირველ რიგში ამას გულისხმობთ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანა, რომელშიც კარგი ცხოვრება და სამართლიანობა შესაძლებელი არის მწვანილის გამყიდველისთვისაც, პრეზიდენტისთვისაც და პრემიერ-მინისტრისთვისაც. და ეს არის წინაპირობა იმისა, სად ვიქნება, ომი გვექნება თუ არ გვექნება, რუსეთში ვიქნებით თუ ევროპაში ვიქნებით, მაგრამ სცენარი როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, უნდა დასახონ პოლიტიკურმა ლიდერებმა, ვისაც ამის ამბიცია აქვს, ამაზე უნდა ილაპარაკოს და არა რაღაცის რევიზიონის საქმე. მე მგონი მნიშვნელოვან პრობლემებს შეეხებთ, რაც აქვს ჩვენს პოლიტიკას, რა არის ალტერნატიული პროექტი, რომელიც მათ შორის ამცვალებად გეოპოლიტიკურ
სისტემაში უფრო დამაჯერებელს გახდი და ამ პერსპექტივა საქართველოს პატონგია ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. მაგრამ აუცილებლად უნდა მოგცეთ შესაძლებლობა ცოტა დრო ჩვენ მტერს დარჩეს. თქვენი გადაცემის ამ ნაწილისთვის წინგველის კიდე უკრაინაზე საუბარი ბატონ ჩეჩილაშვილი შემომიერთდება და ეს არის სამყარო. გასაგებია რომ დაგვრჩა მე აი ესე და მხატვარი ჯობია ცოტას ლაპარაკობდეს და დავანახოთ რას ვაკეთებთ. ნუ რა თქმა უნდა რეალურად აბსოლუტურად ვეთანხმებით რასაც ამბობს. თან ამავდროულად დავუმატებ იმას რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მართლა ვიყავით ჩემს საუბარი რომ დავიწყეთ შეეული არის თვალსაჩინო მართლა ვიყავით და არის ევრიპიდეს აქვს ერთი არაჩვეულებრივი მომენტი. Deus ex machina ქვია ამას, ღმერთის ნებელობის, ღმერთის მანქანება, ხო? აი ეს ხო ასეთი იყო ვარდების რევოლუცია, მართა განცხადება იყო, რაღაცა Excel საიტი იყო, ასე შემოტრიალების დრო იყო, რა შემოტრიალდა უცებ. ასე შემოტრიალდება აუცილებლად, მაგრამ აუცილებელია კიდევ ერთხელ გავიცნობიეროთ წარსული ისტორია, კარგად უნდა აუხსნათ ახალგაზრდებს და ადამიანებს, რომ სახელი დავარქვათ სწორე და ტყუილებში ცხოვრება არ შეიძლება. ღალატის კომისია მართლაც დაამთავრდეს მისი ეს ნარატივი, რომელიც აბსოლუტურად ანგრევს და ანადგურებს ჩვენ ისტორიას და პირველ რიგში კონდეს აქტიური ჩართულობა სწორედ აი იგივე კონდეს საზოგადოებასთან. ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ის შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ, ხო? ან რაღაცა აქტივობა გამოვიჩინოთ. და ეს არის ძირითადად ჩემი აზრი. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო იყო ეს საუბარი, რომელიც საჭიროებს გაგრძელებას, განსაკუთრებით ნუცამ ისეთი მნიშვნელოვანი პლასტები შემოიტანა სააზროვნო, რომელსაც ცალკე გადაცემების ციკლის მისვლა ჭირდება, ჩემი მხრივ გპირდებით, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ. უბრალოდ დღეს ამ საუბრის გაგრძელების საშუალება მეტი აღარ იყო, თუმცა ვარდების რევოლუციაზე თქვით ბევრი რამ, რაც უნდა თქმულიყო დღევანდელ დღეს. გიორგობას გილოცავთ კიდევ ერთხელ, კი ბატონო, დაგემშვიდობებით.